დისტანციურად გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები, ასევე შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც ესაუბრნენ სალომე ზურაბიშვილი და პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ამ შეხვედრაზე მათ გააცნეს უცხოელ პარტნიორებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და ასევე მთავარი სასაუბრო თემა იყო საორგანიზაციო კომიტეტის გეგმები 26 მაისთან დაკავშირებით, რადგან ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გეგმავს, რომ 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე აღნიშნოს, ეს იქნება ერთგვარი შეკრება დამოუკიდებლობის დასაცავად და სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებს მან გადასცა მოწვევა, რომ ისინი ჩამოვიდნენ და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე. პოლიტიკურ პროცესებს კი რაც შეეხება, მან მიაწოდა ინფორმაცია იმ ბოლო ცვლილებებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და განსაკუთრებული აქცენტი რეპრესიულ კანონებზე გაკეთდა, რაზეც ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მეტი რეაგირება არის საჭირო. დავასრულეთ შეხვედრა დისტანციურად, შეხვედრა წინამდებობის პლატფორმის და ჩვენი მეგობრების, რომელიც არიან გაერთიანებული საქართველოს მეგობართა ჯგუფში. მათ წარმოუდგინეთ ეს ახალი პლატფორმა, ჩვენი მთავარი პრინციპები მუშაობის, ასევე ის, რომ ეს დაფუძნებული არის ქართულ ქარტიაზე და ჩვენი ერთობლივი მიზანი პირველი, ახალი არჩევნები, პატიმრების განთავისუფლება. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები 26 მაისზე, რომ ერთად ქართულ ხალხთან ერთად თვითონ ამითი გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღწერეთ დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკური, ბოლო გადაწყვეტილებები, რაც მიღებული იქნა, თუნდაც მედიას შესახებ ის ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ასაღებს ქართული ოცნება ვითომც ბრიტანული კანონმდებლობასთან არის მიახლოებული. ეს ყველაფერი არის მათი ჩვეულებრივი ფორმა, რითაც ასაღებენ რუსულ კანონებს, როგორც ხან ბრიტანულს, ხან ამერიკულს, მაგრამ ყველასთვის გასაგები არის, რომ ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება კიდევ მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა ყველა პარტია წინააღმდეგობის პლატფორმის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყოს და მათ ეჭვი ეპარებოდეთ ამ პლატფორმის ეფექტურობაში, თუმცა 26 მაისს დაანონსებულ ღონისძიებაში ისინი ბუნებრივია აპირებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ, მიესალმებიან ასეთ ინიციატივას და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ და მასშტაბური შეკრება მოხდეს რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, რადგან აღსანიშნავია, რომ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ზეიმობს, თუმცა დღესაც პოლიტიკური პარტიების შეფასებით ქვეყნის დამოუკიდებლობა საქართველოს მოქალაქეების დასაცავია. ეს არის ერთობის დღე, ეს არის ერთადგომის დღე და ეს არის საქართველოს დღე. ამ დღეს ჩვენ 2025 წელს გვიწევს დამოუკიდებლობის დაცვა. ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა არის დაფუძნდა კომიტეტი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს, იმიტომ რომ ეს არ არის თქვა არც მარტო პარტიების საქმე, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფების საქმე, ან მხოლოდ პროტესტის საქმე, ეს არის დიდი სახალხო საერო ამბავი, შესაბამისად ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტური მოძრაობები, ჩვენი დიასპორა, აბსოლუტურად ყველა დარაზმულია იმისთვის, რომ ეს დღე იყოს მაგარი, ეს დღე იყოს ისეთივე დაუვიწყარი, როგორც ეს იდეა დამოუკიდებლობის. ნებისმიერ კომიტეტზე, კომისიაზე, საბჭოზე თუ სხვა ფორმატზე მეტად, რომელსაც მხოლოდ ცერემონიალური ხასიათი აქვს, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ასე თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, სურთ, რომ იხილონ მოქმედება ოპოზიციური პარტიების მხრიდან და განსაკუთრებით ერთიანობის ნაწილში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ღონისძიება, რომელიც პროტესტს შეუწყობს ხელს, იყოს ორგანიზებული კარგად და იყოს ორიენტირებული შედეგზე. თორე ჩვენ ბევრი უმოცემულობა
მთავრობა ისტორიულად და უახლოეს ისტორიაში ბევრი ფაქტი ქონია, სადაც ესეთი რაღაც ფორმატები არსებობს და საბოლოო ჯამში შედეგი ვერ მიიღწევა. ჩვენ გვინდა მტკიცე, ურყევი პროტესტი და ყველა შესაძლო ფორმატი, რომელიც ამას ხელს შეუწყობს, მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ მიუხედავად ამ ფორმატის ნაწილი არ ვართ, ჩვენ 26 მაისს თუ აქცია იგეგმება, ამ აქციაზე ვიქნებით სრულად წარმოდგენილი. წელს იქნება პირველი შემთხვევა, როცა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები, რომელსაც აორგანიზებს ყოველწლიურად მთავრობა, არ გაიმართება რუსთაველის გამზირზე, არ იქნება სამთავრობო უწყებების სტენდები და სხვადასხვა ღონისძიებები, რადგან ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ პროტესტის ადგილას წელს ეს დღე არ აღნიშნოს, სხვადასხვა ლოკაცია აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას შერჩეული თბილისის მასშტაბით, თუმცა რუსთაველის გამზირი არ დარჩება ხალხის გარეშე, რადგან პროტესტის მონაწილეები აპირებენ სწორედ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ და როგორც ცნობილია ამ ღონისძიებებს უკვე აორგანიზებს სალომე ზურაბიშვილი და მასთან შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც გაერთიანებულები არიან პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.